ქალბატონო მაკა, ჩვენი მტერი ცნობილია. ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ერთხელ არ მოუწია ჩვენთვის საბაბის კი რომ გვეფიქრა რომ მისი იმპერიალიზმი ოდესმე შეიცვლება. აი ახლა უკრაინაშია დაკავებული და ჩვენ არ გვაქვს ეს ყურადღებას. აი წამოვიდეთ ღმერთთან დაგვიფაროს, მაგრამ უკრაინამ ვერ მოიგოს ეს ომი. მეგონი ყველა კვალყოფილი ადამიანი ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს უკრაინის მხარეს, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი მტერი დამარცხდეს. მაგრამ წამოვიდეთ ცუდი სცენარი, თქვენ როგორც მინისტრი უნდა ალბათ ცუდი სცენარისთვის ემზადებოდეთ, ხო? თუ ყველაფერი კარგად იქნება, არა უშავს. აი ასეთი მოხდა და რუსეთმა გაიმარჯვა და ჩვენ შემოგხედა. თქვენ როგორც მინისტრი ამ მომენტში, რომ აიღებთ ტელეფონს და დახმარებას თხოვთ. ჩვენი ჯარი ჩვენ რუსეთს ვერ დაგვიცავთ. ვის დაურეკავთ, რომ თხოვოთ დახმარება? აი ჩინეთს ვერ დაურეკავთ, იმიტომ რომ ის რუსეთის მოკავშირეა. ირანი თუ გადარჩა, მათი რეჟიმი ასევე რუსეთის მოკავშირეა. უკრაინელებს, რომელიც აფხაზეთში ჩვენ მხარეს იბრძოდა, თქვენ ვერ თხოვთ იქეთ ეჭუბებით. გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი არც კი ყავს. აი მე კითხვა მაქვს. აი რუსებმა დაქოქეს ტანკები. რას აკეთებს სხვა მინისტრები და მთავრობა, ეს სხვა საქმეა. თქვენ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, იღებთ ტელეფონს და ურეკავთ ვინმეს. და თხოვთ დახმარებას. ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? 2008 წელი გამახსენდა ერთგვარად მაშინ ხო ყავდა ხელისუფლება, რომელსაც ერთგვარად წითელი ხალიჩით ხვდებოდნენ ყველგან. და მახსოვს 2008 წელი ძალიან კარგად ვის დაურეკეთ და რა შევძელით 2008 წელს და როგორ შევძელით დაცვა ჩვენი ქვეყნის და ვინ დაიცვა ჩვენი ქვეყანა. და მაგაშია საქმე, ამას ვერ ხვდებით თქვენ ზუსტად, რას ემსახურება ქართული ოცნების პოლიტიკა. ქართული ოცნების პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ ეს არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად. ეს არც ისე შორს არ არის, ხო? ამაშია ზუსტად საქმე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგარეო პოლიტიკა იყოს ისეთი და განხორციელდეს ისე, რომ სხვა სამინისტროებს არ მოუწიოთ აქტიური ჩართვა მაშინ უკვე ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. ეს არის განსხვავება წინა ხელისუფლებასა და ჩვენს ხელისუფლებას შორის. როცა პასუხი არ გაქვს, გაიხსენენ აცებიო, თქვენი პრინციპი ასეთია.